გამორჩეული ღონისძიება არის. წლევანდელი ახალი რაც შეიძლება წლევანდელ წელს რაც შეიძლება ახალი ითქვას ის არის რომ ჩვენ რაღაცა ავყევით ამ დროის ასე ვთქვათ მაჯისცემას ხო დინებას და თქვენც ახლა ალბათ ბევრჯერ შეგიმჩნევათ რომ ბევრი ადამიანი უკვე ფოტოებს იღებს მობილური ტაბლეტებით და ძალიან ის არის რაღაცა ბუმია ამისა Facebook-ზე იდება ეს ფოტოები და შემდეგ და რაღაც ჩვენი კუთხითაც გვინდა რომ რაღაცნაირად ამ ხალხსაც მივცეთ საშუალება რომ თავიანთი შემოქმედება თუ დაწყება იქნება თუ რაღაც სხვა ფოტოგრაფიით გატაცებას გულისხმობ რაღაცნაირად აისახოს მათი ეს ასე ვთქვათ შრომა და დავამატეთ ესეთი ნომინაცია. ისე გვაქვს 4 ნომინაცია, მაგრამ დაემატა სპეციალური ნომინაცია, ეს არის მობილური ფოტო. რაშიც მხარი დაგვიჭირა ჯეოსელმა და ესე დაერქვა ჯეოსელის მობილური ფოტო. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, ვისაც ზოგადად შეიძლება ფოტოგრაფიასთან არ ქონდეს შეხება, გულისხმობა აი პროფესიონალური კამერით შეიძლება არ იღებდეს, მაგრამ იღებდეს ფოტოებს ამ მობილურებით. ერთობოდეს და თან შეიძლება კონკურსის მოიგოს. ხო, მუშაობდეს ამაზე. მაგალითად მარინაკანი შარშანწი მახსოვს ეს ვორქშოპები რო ტარდებოდა უცხოელ ფოტოგრაფებთან ერთად. ერთ-ერთი ვორქშოპზე ეს იღებდა მონაწილეობას მარი და ძალიან კაი პროექტი გააკეთა მობილურით რა. ყველა როცა იღებდა ჩვეულებრივი ფოტოაპარატით, მარიმ გააკეთა მობილურით და ძალიან მოწონება დაემსახურა სხვა შორის იმ სპეციალისტის უშუალოდ ვინც იყო მისი კურატორი. საინტერესო იდეა მოსულია. სხვა შორის აი მე სოციალურ